ჩემი ქმარი ძლივს დავითანხმე ჩაქაფულის გადაღებაზე და აი რა მოხდა. დილით გამოდივართ, უნდა დავიწყოთ გადაღება და რას ვხედავ? მწვანილი გარეცხილი დაჭრილი, ხორცი დაჭრილი. კინაღამ გადავირიე. მაგრამ მოგემზადებინა ჩაქაფული და როგორ ჭამ ის გადაგვეღოთქო. პატარა შეკამათებაც მოგვივიდა, მაგრამ მალევე შევრიგდით. საბოლოოდ კი გააკეთა უგემრიელის ჩაქაფული, ნამდვილად ვერ დაუკარგავ. წესით ვიდეოში უნდა გაჩვენებდეთ, როგორ გავრეცხეთ და დავჭერით მწვანილები და ხორცი, მაგრამ გთხოვთ წარმოიდგინეთ, როგორ იჭრება ქინძი, მწვანე ხახვი, ახალი ნიორი და დარხუნა. ასევე 2 კილოგრამი საქონლის ხორცი. აი აქედან კი ვიდეოთი გავაგრძელოთ. მწვანილები და ხორცი ფენა-ფენა ლაგდება ქვაბში, სანამ ქვაბი არ გაივსება. ამავე ფენებში უნდა მოყვეს წიწაკა, ტყემალი და მარილი. სულ ბოლოს მოასხა 2 ჭიქა თეთრი ღვინო და შემდეგ ვხარშეთ 1 საათი. სულ ცოტა წყალიც დავამატეთ, რომ მეტად წვნიანი ყოფილიყო. დროის გასვლის შემდეგ ხორცი ძვალს ზედმეტი ჭიდაობის და კბილების მომტვრევის გარეშე სცილდებოდა, რაც იმის ნიშანია, რომ ხორცი მზად არის. თონის პური და ოჯახი გადარჩენილია. გემრიელად მიირთვით და მრავალ აღდგომას დაესწარით.